ხვალ ვატიკანში კონკლავი გაიმართება, მოლოდინი კულმინაციას უახლოვდება. პირველად 12 წლის შემდეგ კარდინალები კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელს აირჩევენ. ქეთი ქარდავა გვერდება. კარდინალების კოლეგიის საიდუმლო შეხვედრა, ანუ კონკლავი, ის რაც ყველას გვაქვს ნანახი 2024 წელს გამოსულ ედვარდ ბერგერის ფილმში კონკლავი. ახლა მოხდება რეალურ დროში და ჩვენ ამის მომსწრე გავხდებით. პროცესი დატვირთულია საიდუმლოებით, იდუმალებით, ალბათ ყველაზე მეტი ინტრიგით და ამ ყველაფერს 2025-ში დაემატება ეგრეთ წოდებული ფრანცისკეს ეფექტი. როდესაც არის საუბარი ფავორიტებზე და მომავალ პაპზე, საუბრობენ ვატიკანში იმას, რომ ამ სიტუაციას ყველაზე მეტად შეეფერება შემდეგი სიტყვები, ვინც კონკლავის დღეს სისხლის კაპელაში შედის რომის პაპის ამპლუაში, გამოდის კარდინალად, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ბევრი იწერებოდეს რომელიმე კარდინალზე 6 მაისს არავის გარანტირებული არ აქვს, რომ 7 მაისს ან ამ კვირაში გახდება რომის პაპი. ჩვენ გადავავლეთ თვალი პრაქტიკას და მე-20 საუკუნეში და 21 საუკუნეში არც ერთი კონკლავი 5 დღეზე მეტხანს არ გაგრძელებულა. მოლოდინია იმის, რომ მაქსიმუმ 10 მაისს გვეცოდინება თუ ვიზე მოგვიწევს იმ ერთ პიროვნებაზე სიუჟეტის გაკეთება, ვინ იქნება ახალი პონტიფექსი. თეთრი კვამლის გარდა შეთანხმების შესახებ ჩვენ გავიგებთ ამ მოედანზე ზარების რეკვით და ამის შემდეგ გამოაცხადებენ სიტყვებს, რომ ძალიან დიდი სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ყავს ახალი პაპი, გამოვა ის სიტყვით და თუ რა სახელს აირჩევს ახალი პაპი, ეს მეტწილად იქნება განსაზღვრელი იმის, თუ საით წავა ეკლესია. მანამდე კი გთავაზობთ ჩვენს რეპორტაჟს ვატიკანიდან, ის თუ რა განწყობა აქ და როგორია მოლოდინები. 86 წლის რანიერო მარჩიელისთვის განსაკუთრებული კვირაა. იტალიელმა მკერავმა სამოსი ბოლოს 3 რომის პაპისთვის შეკერა. მარჩიელის მაღაზიიდან ვატიკანში დღეს გაიგზავნა ახალი პაპისთვის 3 სხვადასხვა ზომის სპეციალური ტანსაცმელი, რომლითაც წმინდა პეტრეს მოედანზე, ცნობილი აივნიდან, ფრანცისკეს შემცვლელი პირველად უნდა წარსდგეს 10,000-ობით ადამიანის წინაშე. ძალიან ამაღელვებელი მომენტია. მთელი გული და სული ჩავდეთ ჩვენს ნამუშევარში. ჯერ არ ვიცით როგორი გემოვნება ექნება ახალ პაპს, მაგრამ ვლოცულობთ იმაზე, რომ ღირსეული პაპი იყოს. ჩვენი გულის ენა იცოდეს და უდიდესი პატივი იქნება მას ვემსახუროთ. სულ მოუთქმელად ველოდები გამოცხადების წამს. მარჩიელი გვიყვება, რომ მისთვის პაპი ფრანცისკეს მომსახურება ყველაზე გამორჩეული იყო. დიდი მეგობრობა აკავშირებდა და მისი სამკერვალოში გამოჩენა დღესასწაული იყო ყველა თანამშრომლისთვის. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, უბრალო, უშუალო. მისგან მოდიოდა სიბრძნე და სიყვარული. სტუმრობისას გთხოვდა, რომ ყველაზე დაბალი ღირებულების ქსოვილი გამოგვეყენებინა. რანიეროსთან ერთად ახალ პაპს ელოდება 1,4 მილიარდი მორწმუნე. ამ ცერემონიალური საკვამურიდან ამოსული კვამლის ფერით გავიგებთ კარდინალებს შორის აზრთა სხვადასხვაობას და მათი რჩეულის ვინაობასაც. გადაწყვეტილების მისაღებად დრო განსაზღვრული არ არის. სიქსტის კაპელაში რომის პაპს 1878 წლიდან ირჩევენ. ახალ პაპს წელს 133 კარდინალი აირჩევს, მათგან 108 რომის ყოფილი პაპის ფრანცისკეს დანიშნულია. ვატიკანი მოლოდინში მყოფ ხალხს ვეღარ იტევს. ჩემთვის უდიდესი პიროვნება იყო პაპი ფრანცისკე. მისი ლიბერალური მიდგომები, ხალხთან ახლოს ყოფნა და გულთან ახლოს მიტანა უბრალო ადამიანების ადგილარის წარმოუდგენელი მადლი იყო. იმედი მაქვს ეს კურსი გაგრძელდება. არჩევანი დიდია და პაპი შეიძლება წარმოდგენილი კანდიდატებიდან ნებისმიერი გახდეს. 40 წელია ვატიკანს არყოლია იტალიელი მმართველი. არ გამორიცხავენ ტრადიციის დარღვევასაც და აზიელი პაპის არჩევას. მოუთმელად ველოდები როდის ამოვა თეთრი კვამლი. დაირეკება ზარები და იტყვიან, ჩვენ გვყავს ახალი პაპი. ცრემლების გარეშე ვერ მოვისმენ მის გამოსვლას. ჯერა რომ კარდინალები საუკეთესოს არჩევაში ძალას, ენერგიას და გამოცდილებას არ დაიშურებენ. ყველაზე ხანგრძლივი კონკლავი 1268 წელს შედგა. მაშინ თეთრი კვამლის ამოსვლას 1006 დღე დასჭირდა. ხალხთან გამოსვლამდე ახალი პაპი დაწესებული რიტუალით ჯერ ცრემლების ოთახში შევა. მადლობა სიტყვის არჩევისთვის და ამის შემდეგ გამოვა წმინდა პეტრეს მოედანზე, რაც ვატიკანის ისტორიის ახალი თავის დაწყებას ნიშნავს.